მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით მორიგი ეპიზოდით. დღეს ყავს ძალიან მაგარი სტუმარი. ყველა სტუმარი მაგარი ყავს, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებული. დღეს მიშა იქი მიერი ჩვენი სტუმარი. ასე რომ მოგესალმებით მეგობრებო. დაშვებით მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის Magic Mike-ი, მიესალმეთ. Magic Mike. ამა კიდე სხვაზე მოიძია ინფო. ყველა სტუმარზე რაღაცებს იძიებს, სხვა ტიპს ძებნის. Young Mike-ი, ამერია უცებ. Young Mike. ხოთა შორის იყო ერთი შემთხვევა. ახალგაზრდა მიკროფონი, ხო? იყო ესეთი შემთხვევა, რომ გავეცანი ადამიანს რომ მაიკი მქვია თქო თურქეთში, მე მგონი ლატველები თუ ლიტველები იყვნენ და გოგო მითხრა რომ არა შენ ჩემთვის იქნება Magic Mike-ია. რა გინდა როგორ სიმბოლური იყო? კი, ძალიან სიმბოლური იყო, უცეკვარ იმიტომ რომ შეყარებულის გამოცანი რომელიც იყო Magic-ი და What? ესე იგი რა ცუდი გოგო ყოფილა აზე ხარ? შეყარებულმა გააცნო პროსტა, რომ ჩემი შეყარებულიო და იმან შენ Magic Mike-ი ხარ. აი ხა ზუსტად ეგ სიტუაცია იყო და G1 Wine ფონი. აი ეგეთი გოგოები შემოძმაო რა. ფოტოში მაშინ არ მქონდა ნანახი Magic Mike-ი და მაგ ინსპირაციით ვნახე ოღონდ წლების მერე Magic Mike. ხო. ეგეთი გოგოები რა? ეგეთი გოგოები ანგრევენ ოჯახებს რა, არაპონჩი გაჩნდა ეგეთი რაღაც. ნან ჩემნაირი ბიჭები. სხვა ბიჭების ოჯახი. ბიშკა როგორ ახლა? Magic Mike ხა სტრიპტიზიორია რა ორივე. არა, იმან გადაწყვიტა რომ მე Magic Mike-ი ვიყავ. იქნება ჩენინგ ტატუს მიგამსგავს უბრალოდ. აი არა მგონია რა, მე მგონი საერთოდ არ უგავარ ჩენინგ ტატუს. ჩენინგ დააკომენტარე ძმაო. დააკომენტარეთ გავს თუ არა Young Mike-ი ჩენინგ ტატუმს. ყველა თქვენთაგანმა. არა, ჩენინგმა დააკომენტარა. ჩენინგმა დააკომენტარო. Даже მასე ვარ უკვე რო ჩენინგ. აი ეს მორტლა მასე ვარ ძმაო რა ვითო. კი, უკვე დრო არის ჩენინგი რა შვება. კი, უკვე დრო არის 13000 გამომწერი გყავს და ხო მოვა რა. მიწერილი გოგა ჩენინგას და Magic Mike-ი მოვიდა და ეხა ჩენინგას დროა. მიშკა როგორ ახლა? დავიწყოთ ამით. მაგრად თავად. რა ვიცი როგორ ვარ, ვერ ხედავ როგორ ვარ, მივიდი. არა, კი ხედავ. მივფრიდავ და რასაც ქვია. ტატუმის მოლოდი. ეხა რო წავადა ბიჭო ესენი ისი რა სვიაზებზე არიან ჩენინგას ელოდებიან და რაღაცა. მოგვიმზადე რამე მიშა რომ ხვდეთ დღეს ჩვენთან. აბსოლუტურად მოუმზადებელი მოვედი. აუ ლექსები არ იქნება თუ რას მაიმუნობთ. არ ვარ მომზადებული, მაგრამ თუ ამეს მე რა მაინტერესებს? შეიძლება აქვე დავიწყო მომზადებული. ბაზარი არა, ვქნათ რამე ეგეთი. ძალიან შორს ხوار ვარ მიკროფონი. ხო ცოტა ახლოს რაღაცა ძალიან ხო, просто ძლივს ჩვენარი ჯანიანი სტუმარი გაიჭიდა და ცოტა დავაყენეთ ტრაკი. ხო, იმიტომ რომ ყველა ჩანს ხოლმე ხალხი გვიწერს რომ აპოტეო ხილებსა და რაღაცეები. ხო, რა ჩაიწია ჩვენი გადაცემის ის ეგაა, რომ ჩვენ აქ ესე ხაზბულა გაიჭიდე ხო? Young Mike, როგორ წამოვიდა ეს სახელი? Вообще, სადამ სახელამდე მიხო, вообще როგორ წამოვიდა, საიდან მიხდი რომ რეპერობა გინდოდა. როგორ დაიბადე вообще? სამყარო როგორ შეიქმნა? მოდი მანდედან დავიწყოთ. სამყარო როგორ შეიქმნა? დიდი აფეთქების თეორიის გჭირა? სამყარო როგორ შეიქმნა? ესე იგი უსმენდი რეპს. რომელს რა სტილის? თუ მარიამ ლამაზი. 2000-იანებში მაინც კლასიკური რეპის წარმომადგენლები ყავდა. მოვიფიქრე რომ ჭირდებოდა რაღაცა უფრო საინტერესო სასცენო სახელი ვიდრე Double M თუ რაღაც. ანუ მიშკამ გალობლიშვილი მოვიფიქრე Double M. M&M-ს დაგერქი. ხო, მე ერთი არის ვიღაცა მე მგონი. ხო, მე ვიღაცა იყოს გავსი და M&M სიგარეტი რო იყო. მე მქონდა რაღაცა კიდე Mr. Dog თუ აი რაღაცა სისულელეები, მოკლედ აი ხლა ეს რამდენი წლის ყავი მაგებს რო ფიქრობდი დაახლოებით. მაშინ ეს დაიწყო 13 წლის ასაკში და სადღაც მე მგონი ვიყავით 15-16-ის Young Mike-ი რო დავიწყე. აი სანამ გააგრძელებ. 14-ის ვიყავი მე მგონი Young Mike-ი რო დავიწყე. სანამ გააგრძელებ, ის უფრო რთული იყო ტექსტების დაწერა თუ ბებია შეისთვის ახსნა რაც აკეთებდი. ბებია ჩემა იცოდა რომ გზას საცთენილი ვიყავი. რაღაცები მაიმუნო. ყველაზე მარტივი იყო რომ არაფერი არ იშველება ხა 50 cent-ის დისკი აქვს ჩართული მთელი დღე და თან რაღაცა ძალიან ის ვიყავი რა მოტივირებული და აი გადაწყვეტილი მქონდა რომ აქ იმარლებოდა აი თავარი ჩემთვის რაღაც და ზოგი სიმღერა არ მომწონდა მაგრამ მეთქი თუ რეპერობა გინდა ჩემთვის მეუბნებოდი ეხლა ესე არ გამოვა უნდა მოისმინა და 15-20 წლის მერე როგორ ნანოფ ყოველდღიურად ნანოფ აი რაში ერთხელ შემოგიტევს ხო სინანულში მაგრამ იცი რა ხდება
იცი რა ვთქვი რომ მირჩევნია ეს ვინანო ვიდრე რაღაც ვიდრე კრაკადილის გაკეთება ილონოს მირჩევნია ეს ინანო ანუ უარესად ხო აი ეგრეა კრაკადილის გაკეთება მე რეპერობა გვერდა ხო არა ის საკმაოდ რეალური ეხა კრაკადილში კი ვიყურებ რეალური იყო თუ აი თქვა რეპერობას ისევ ეს მირჩევნია ხო არა აი ეგ ბევრს რამეს ურჩევნიათ და უბრალოდ ხო იმიტომ აი ფული არ არის ხო ეხა რეალურად აი მაშინ არის ფული რა კრაკადილის გაკეთებაში ძირითადად ფული თუ არა იქ ქიმიას მაიწავლო იქ ქიმიას შეზავება მოხარშვა რაღაც მაგრამ იკარგება ეს ქიმიის ნუ მე რა თქმა უნდა იკარგება მე მოსაგზადებელი იკარგება მაგრამ განავითარო კაცმა აი მაგალითად რას ვთავაზობ შენ მაგ განვითარებით კრაკადილით იწყებ გადადიხარ მე რაღაცებზე მე რეპავ ამ ყველაფერზე და ცხოვრება მიდის არა ფული არის ვაფშე რამე აი შემოსავალი საიდან გაქვს პელემ რო გკითხა რატო არ გაეცი პასუხითო არა ხო ამ რეპიდან გაქვს ხო შემოსავალი კონცერტები რაღაცები ივენთებზე საღამოებზე კონცერტები მაქვს ოღონდ ძალიან იშვიათად ამ ეტაპზე რაც ვიმედოვნებ რომ უახლოეს მომავალში გამოსწორებადი არის იმედოვნე აი ხათურმე გაგიჟდება აგვისტოში ძმაო ჩათვალე გზაც იმიდა რა ჩვენ გიხდეთ გზას ბოლო Magic Mike-ად მაინც ხარო ვარჯიშობდა თუ რამეა თამაშებ ეგრევე ბებერქალებს არა რეალურად მაქვს ხმისჩამწერი სტუდია სადაც ხდება ჩემი რეალიზება ძირითადად მაგრამ ნუ რაღაც ახალი ასე ვთქვათ რა დავარქვა ამას არ ვიცი წყაროებიც თუ გზებიც გამოჩნდა ისევ ჩემი რეპერობიდან გამომდინარე კოლ ცენტრში ხარ მუშაობ ინგლისური ვიცი და აგე საიდან აქვს Do you want Bitcoin? არა რაღაცა production ერთ-ერთ production-ი ჯგუფთან ერთად დავიწყე მოღვაწეობა ასე ვთქვათ და ვაპირებთ რომ გავაკეთოთ ჩემი არხზე გადაცემა თუ პოდკასტი არა რაღაცა შოუსავით უფრო და დიდი ალბათობით უკვე შემდეგი თვიდან თუ არა იმის შემდეგიდან აუცილებლად ნახავთ და აი ესე YouTube-ის სივრცეში უფრო აქტიური ფორმით ეს ახლა პირველი მე მგონი ჩვენთან კი ვა იმიტომ რომ გუშინაც სადღაც ვიყავი იმის წინაც სადღაც ვიყავი და სულ ეგ შეკითხვა არის რა და ამდენი წელი არავინ არ მეკითხებოდა მაგას და იქნება მართლა საიდან შოულობ იქნება მჭირდება ფული და მომიკითხეთ როგორ ავარ რა მოიკითხეთ მაგრამ სხვათა შორის ჩვენ ვარ ძალიან იღბლიანები რა აი ჩვენს მერე ყველა გაიქაჩა ვაფშე ხო თუ ისენი არიან თქვენ ხარ თუ იღბლოები იმათ ფონზე არა ყურე იქაჩებიან ძალიან ჩვენ ხსნით გზებს ასაც ხო მაგალითად კარგი ფეხი კაცი 20 წელია რეპერია და ჩვენ რომ უხსნით გზას ვინმე მოусვიდეთ აი ეს ალბათ რომელ ჩემ თაობაში ეგრე არის ხო მაგალითად უფრო სწორად ალბათ ჩემ თაობაში იყო პირველად ეგრე რომ ყველას რეპერობა უნდა და მე მგონი აი თქვენ მე ვარ 99 წლიანი საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა საბჭოთა კავშირი რო ინგრეო და რო დაინგრა მაგ წელს და ჩვენ რა გზას ვუხსნით ნაფტილი ლიხსუნე ჩვენ რა გზას ვუხსნით თქვენ რომელ წლიანები ხართ 16-იანები ორივე დაიგროზა ხო არა 76-იანი არა 2016 არა ხო არა ერთი წამით ხო და რას მომოვდი რატო 2016-იანები შეყვარებულები ყავს ხო და ანუ რატო აი დაგვიჭერე არა ეს ხუმრობა იყო რა თქმა უნდა მოკლედ ჩვენ ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას ასე რომ მეგობრებო თუ გნებავთ პოდკასტის ვლოგის ვიდეო გაკვეთილების გადაღება მობრძანეთ პოდკასტ კორნერში ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას წავიდეთ რატო უნდათ რატო გაქვს სტერეოტიპი რომ რეპერობა უნდათ როგორ ალბათ ჩემს ყველა კაცის ცხოვრებაში დგება ის მომენტი რომ რეპერობა იოსნიო რა კაცი რო ხარ უკვე და მერე დგება ეგ ალბათ სუდის ნიშანი მე ძალიან ადრე გადავწყვიტე რეპერობა ვინმე ქართველმა იქონია გავლენა კი ვინ ალბათ პირველი ვინც გავლენა იქონია მე მგონი იყო
არ ვიცი თქვენ თუ იცით, კოტე ყუბანეიშვილი იყო პოეტი, რომელსაც რაღაც ბავშვი, ძალიან პატარა ვიყავი რა, 90-იანებში, რაღაც გადაცემაში უყურე, მაისურებზე რაღაც გარითმული ესე ორი ლაინი იყო და აი რაღაც ეკოიც ვინ არის დისტრაქს რო აგინებს ხოლმე ყველას და ყველას. არა, ვიცი კოტე ყუბანეიშვილი. ხო, და იგი მეფე ხარ, შენი ხო, აი და მოგეთ რაღაცა ეს მაისურები იყო და იქ აწერდა რა რაღაც თავის გარითმულ რაღაცებს და მეთქი ეს რა ფენომენია საერთოდ რა ნუ მანამდე მარტო ვეფხის ტყაოსანი და რაღაც მურმან ლებანიძე და რაღაცები ვიცოდი და რაღაც მახსოვს რომ პირველად ალბათ აი რეპის მსგავსი ალბათ რაღაც მაგაში დაინახე რა მე იყო ქულიო ჩამოიყვანეს თუ მანამდე იყო არ ვიცი ჩამოიყვანეს ფილარმონიაში და ის გადაცემას უყურე რომ ანახე გადაცემა ანუ ძველი არქივი არის და ბიჭო რაღაცა აი ბუნდოვი თავის ზანგებთან ერთად რო იძახის ხო მარტო ეგ მაშინ არის ეგ სიტყვა არ იყო მაშინ ქულიო თავის ზანგებთან ერთადო და ანუ ზანგი უბრალოდ შავს ნიშნავს რა ანუ კი და თან ახლა დამაკინებელი არ არის ჩვენ არ გვაქვს ის მონათლობელობის ისტორია რომ მივაწერ აი მაგაში 100% ჩვენგან არ უნდა გავუწევთ ხო ჩვენ რატო არ შეგვიძლია მაგის ტყუს ხმარება ჩვენ რა შუაში ვართ ვაფშე ანუ იქ ისტორია აქვს მაგ სიტყვას და არა მარტო შავკანიანებზე იყენებდნენ მექსიკელებზეც და ყველაზე ვინც არისო ევროპული წარმოშობის და არაბებზე ქვიშის ხო ნუ ყველაზე რა ვის ცოტა მზეში დიდხანს მოხვდება ქვიშის ზანგები კახელებზეც კახელები ძალიან ბევრი კახელი ისე სხვათა შორის კახელები არ ვიცი მაგრამ გურულები იყვნენ ვინც ჩავიდნენ ამერიკაში და ასწავლეს კოვბოებს ცხენზე ჯირითი ო ეგ არ ვიცოდი აი ეს მე რაღაც გამიგია ხო არა ეს რეალური ძალიან ისე სადაობა ისა ყველაფერი რომ გამიგია პროსტა და ეს დაწვრილებით რო არაფერი არ ვიცი ან არ გაგიგია და უბრალოდ ამბობ არა მართლა გამიგია ეგ და იქ მოკლედ იყვნენ ესენი არ ვიცი ცირკის მსახიობები თუ რაღაც ის ქონდათ თავიანთი პროფესია იქ რაღაც ეგ რომელ წლებია და ახლოს საუკუნე მე-19 მე-20 და ხო აი რაღაც ძალიან ძველი რა და ანუ არსებობს რაღაც სურათებიც არის რა და მოკლედ ამ თავიანთ ამ ცხენზე ოსტატობას რაღაც დაკიდება რაღაცებს იქაურ კოუბოებს თუ რაც ქვიათ იმათ ასწავლეს და ერთ-ერთი იყო სხვათა შორის ეს დავამახსოვრდა მაგიტომ ალბათ რომ ერთ-ერთი მეთაური ამათი იყო რეპერი არა გალობლიშვილი გვარად მეც გალობლიშვილი ვარ და Red Dead Redemption თამაშები გაქვს Red Dead Redemption არა იქაც არის ხომ გალობლიშვილი არა იქ ხა თავარი პერსონაჟი დავიწყო მაგის დახურვა რომ გურულები ვიპოვე იმიტომ რომ მან ზოგადად ამის და არსებს ხო ხო მე საერთოდ მგონი თქვენ სადაურები ხარ წარმოშობით თბილისელი არ თბილისელი მეც ვარ მაგრამ სოფელი რამე არა ხო ქიზიყი ხო მე მგონია რომ გურია იმიტომ ქვია რომ დედამიწის გულია ეხა გურული ისინი ფოლოვერები დაგვამატეთ კი არა დაგვაფოლოვეთ აიცია ეგრევე გურულებო დაგვაფოლოვეთ მაიკის ხათრითაც და აგერ უკვე მაიკისიც განმოვიდა ჩვენს არა რატომღაც არის ეს სხვადასხვა კუთხეები ერთმანეთს წევენ და გურულებმაც წამოვწიოთ ერთმანეთი რატომაც არის მასეც ვიზა არის სხვა შორის ხო ეგრე არ გამიგია ეხა გურიაზე იმიტომ რომ ეხა მეგრელებს გაჩავენო კახელები რავი კახელებს ჩვენ ძალიან ვუყურავთ ჩვენც ვიყვარხართ არა ყველა მხარე დასაფასებელია და ხო აი გურულებზე ეგრე არ გამიგია რომ დღეიდან ჩვენ შეგვიყვარებენ გურულები დავაი ეხა ქიზიყებზეც თქვი რამე ქიზიყელებზე უკვე ითქვა წინა გადაცემები ამიტომ აღარ გვიდა არაფერი ისინი სუიმაში არიან რა მაინტერესებს მე მაქვს ერთი ესეთი კითხვა შენთან მოკლედ შენ ბავშვობაში შევეხეთ რომ როდესაც დაიწყე ეს ყველაფერი და ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან ის შენი პირველი ტექსტი რო წაიკითხო შენ შეგრცხვება თუ იამაყებ შენი დავით არა შესარცხვენი რა ეს ანუ არის ისეთი ვაიმე ღმერთო ეს რა დავწერე არა ანუ ისეთი არც იყო რომ აი რაღაც როგორია იცი ძალიან გულწრფელი არის რა და რაზე კითხვა გახსოვს კი მახსოვს პირველი იყო Who am I? I'm a guy, listen to my mind, I'm never gonna die. 14 წლის მაიკი 13-ის. 13. I'm never gonna die. და რაღაცა იყო მე რაღაც იგივე რითმები ანუ რა გაწუხებდა მაგ დროს აი who am I? მე ვინ ვარ მე? შენ თავიზებაში იყავ. ხო, ალბათ. იმიტომ რომ პირველი რაც დავწერე ინგლისურად, მანამდე დავწერე რაღაც ქართულად. რომელიც დაკარგული არის. კრინჯი. არა, ხო კრინჯი ალბათ იყო, მაგრამ ნუ დაკარგული არის. გავისტროლე ტყვია, ჩემი ძმას მოყდა. არა, გეტყვია. აი ვარ ამისი ტექსტია. შენ ტოქსი არის.
Young Mike. არ თუ გაინტერესებს მოგიყვება. ოკეი, ეგეთი ისტორია მოვისმინე მაშინ, რომ ქართველებმა ამერიკაში წაიღეს სიგარეტი Astra იყო ეგეთი რა, რაღაც ფილტრო, რაღაცა საზიზღრობა, ნუ სიგარეტი ისე კვადრატული იმები. ხო, რაღაცა რა. ეს ბალა. მაგდროს დავიწყებ მოწევა. ხო და მოკლედ წაიღეს ეს ამერიკაში და ეგო ნუ არ ვიცი, რაღაც ექსპერიმენტი იყო, რომ აბა თუ გავყიდით თუ რაღაცა და გაიყიდა ძალიან კარგად. ვა. და რა მაგარია და მე წაიღეს სიგარეტი კოსმონავტი თუ რაღაცა, რომელსაც ფილტრი ჰქონდა რა. და იმ ამერიკელებმა ზანგებმა ეს არ დააკესელოთ, ჩვეულებრივი სიტყვა არის. ანუ ეგან იყო მაგის ხო. ახსნა რომ არ უნდა. არ ვართ რასისტები. მოკლედ შავკანიანებმა თუ სადაც იყო იქ რაღაც უბანში, არა ეს რა არისო, ის პლანი რო ქონდათო ის. და ოხმარლა. ის ამოიტანეთ ეს პლანი რო იყო კოლოფებში ის კაი იყო და მაგაზე მქონდა. ხო და ეს ისტორია, ანუ როგორ იყო, იცი? ანუ იმ ამბიციით კი არ იყო დაწერილი რომ მე ახლა გავრეპავ და მაგარი იქნება. უბრალოდ ეს ისტორია რაღაცა გავრითმე და ვითომ რეპის პირველი მცდელობა იყო და მე სადღაც ერთი თვის მერე უკვე მეთქი ასო მაიმუნო ბაგერ მომეც ინგლისურად დავწერო ტექსტი და ან ბავშვობიდან კარგად ვსწავლე ინგლისური. ხო, ნუ შეიძლება სხვა იმ ჩემი თაობის ბავშვებთან შედარებით შეიძლება ცოტა უკეთესად, თუმცა რეპი რო აღმოვაჩინე მე უფრო გავამყარე ჩემი ცოდნა და რომ მთლიანად აი ინტერნეტზე გადავერთე და იქ მაგალითად პენსიუმი მქონდა სავარაუდოდ ის კი დიდია ეკრანით რაღაც უშველებელი და MP3-ის ჩამოტვირთას უნდა 1 საათი ხო იცი აუ რეპს ვაკეთებდი იცი აი მაგალითად 50 cent-ის ან ვიღაცის კლიპი გამოვიდოდა და ვიწერდი თან მაშინ ეს დაილაფისის იყო და ტელესახში აღარ ირეკებოდა მე იმას რო იწევდა და თან ძალიან ძვირი იყო და ღამე ჩუმად ვდგებოდი შევაერთებდი ამას ნუ მე მოდიოდა იქ ქუიტაერო 400 და რას აკეთებ არა ბიჭო მართლა და 50 cent-ის იმას რა ქვი ნაწილ ვიწერდი აი 24 საათი შეიძლება ჭირდებოდა კლიპის გადმოწერას რა და რა ნუ ფილმებზე ცალკე რაღაცა ეს კინოთეატრში გადაღებული ხო იცი და ნუ რაღაცა ტრეკები და თან ამ ტრეკებს რო ვიწერდით რა მე ვაგროვებდით რა კომპიუტერში რომ ანუ ეს განძი იყო რა საგანძური ჩვენთან დისკებს ყიდულობ პირველი რეპი რო გამახსენდეს ალბათ ის იყო რა მაშინ ინფრარედით ვწერდით ხოლმე თუ არ ვწდები DMX-ის იყო come on make me lose my mind up in here yeah don't make me lose my mind up in here ხოდა აი საიდან გაიჩიტა ვინ ჩითავდა ამ ყველაფერს ვიღაცა იყო ის ერთი ხო აი საიტები ვინ ზას ქვი ვინ ჩითავდა ტელეფონში ხო აი უბანში ვინ გაჩითა რომ არ ვიცი მე ვიცი რომ არ გახსოვთ მე ვიცი რომ უკვე ცოტა გვიან უკვე 2006-ში 7-ში მე უკვე ძალიან ისე ვიყავი ძლიერად ვიყავი ამ საკითხში და ვიცი რომ რამდენიმე სიმღერა ესე წერინებია თუ რა თქვია კლასელებისთვის ისეთებისთვის რომელსაც არაიდიდათ არაინტერესებდათ გოგოებს გულისხმობ და მე რაღაც ცოტა ხანში ეს სიმღერები გაჩითულა არ ვიცი ხა ჩემგან წამოვიდა თუ უბრალოდ ის სიმღერები მაინც ხო ერთ-ერთი შემომტანია რა საქართველოში მაგ კულტურის აი რა მაინტერესებს მაიკი მე რა მახსოვს იცი ანუ მე შენ პირველ დრო დაგინახე ნიჭიერში მან ქონდა რაღაც ლექსი გამოიტანე. არა, რაღაც შენ დაწერილი ტექსტი იყო და კლასიკური მუსიკა გედოზე. ანუ ეს რა იყო? ხო და ეგ როგორ მოიფიქრე ხო? მე არ მომიფიქრე. ეგეთ პროდიუსერმა დაგიწერა. ხო, ეს იყო რაღაც მაჩვენეს ჰარი მეკი თუ ვიღაცა რეპერი, რომელიც ძალიან მაგრად რეპავდა. რაღაცა, აი რომელიღაცა ისი რომელ კლასიკურ ეგ ფრისტაილის ტიპია ხო? ხო, ფრისტაილ. ჰარი შეიძლება ჰარი მეკი არა და ვიღაცა სხვა მეკი. ხო, არა, ჰარი მეკი მე რომელიღაცა ძალიან სწრაფ კომპოზიციაზე, კლასიკურზე რეპავდა და ანუ მან როგორი რაღაცეები იყო, იცი რომ აი რაღაცა სტანდარტში უნდა ჩაჯდეს ისა რა, ის შენი გამოსვლა ნომერი რა, თუ არა და ეხა აი შენ რაღაცა მართლა ნიჭიერი ხარ კი არა, აი რაღაცა ეს ხო, სანახაობა უნდა იყოს რა რაღაც, ხო. ის ილეთი გაგვიკეთე რაღაცა და აი ეს გაგვიკეთებდა მე არ ვარ ხა რაღაცა ძალიან ზოგს არ ჯერა, მაგრამ ძალიან სწრაფად და რაღაცა ვერაფერს ვერ ვაკეთებ. მე რო დაგინახე მეთქი ხო ეფექტური იყო და ქართულად იყო რა და მეთქი აი ესეც სისწრაფით მე მაგას ვერ გავაკეთებ ქართულად, მაგრამ მეთქი რაღაცა მსგავსი ვნახოთ თუ რაღაცა მე ის კომპოზიცია ავარჩიეთ და მაგას
მოვარგე საბოლოო ტექსტი რა. სხვა შორის მიშას უნდა ძალიან თავისი ოცნებაა რომ რაღაცა მუსიკა ჩაწეროს რა კლიპი. ხო და რა ვიცი. მოხდება. შეგვიძლია. რას მოუხდება ვიზუალურად? ვიზუალურად შეიძლება ვიზუალურად. თუ ისე არ გამოვიდა ვიზუალურად მაინც მოიხდენ. ანუ ზო დავიწყო რეპერო უბრალოდ ვიზუალზე მოიხდინე რეპერი. არა, თავარი ეხ დღეს რა გაერთიანებული არის ასე ვთქვათ აუდიო და ვიზუალი რა. ხო. და ანუ შეიძლება ძალიან კარგი ტრეკი იყოს, მაგრამ დაიკარგოს იმის გამო რომ შესაბამისი ვიზუალი არ არის. ხო, თვალი ჭამს. ანუ ჩემი აზრით 69-ის იმიტომ აქ ხუმე აი ხო იას სხვა შორის მაგის ვიზუალური შენ არაფერი ჩამშვებობას ხო ანუ კიდე ზემოდან სკანდალის თუ არის ფანტასტიკურია რა და მოკლედ ის არის რომ ვიზუალურად რა საჩვენებ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეიძლება იდეა იყოს ფანტასტიკური მაგრამ აი ელემენტარული ლინზის ხარისხი არ იყოს რა და ამის გამო დაიკარგოს ან შეიძლება მაგარი კლიპი გადაიღოს საზიზღარ ტრეკზე და TikTok-ზე გავარდეს იმიტომ რომ სერიოზულად აღიქვავენ რომ ხედავენ ხარისხიან გამოსახულებას მაგ ტენდენციაზე რას ფიქრობ ზოგადად ანუ ჩემი აზრით ცოტა საწყენი იქნება ხო ალბათ რომ აი ზოგი ადამიანი მართლა მუშაობს 20 წელი რეპერია რაღაცა და მე აი 6ix9ი გისწრებს რა იცი რა არის? ანუ იმას არ ვიძახი რომ ეხლა საქართველოს ამერიკას არ ვარ. ეთასიანების კლასიკურ რეპერებს უსწრებს ჩაულებრივად. ხო, აი გამდინარე რომ ხო, მაგრამ იცი რა არის? უსწრებს მაგრამ ხარისხზე ხო არ არის? თვითონ 6ix9ი ამბობს რა, აი როდესაც იმის როდესაც ჩაუშვა ეს ხალხი გამოვიდა ციხიდან თქვა რომ ერთ-ერთი აი ბოლო გამონათება ქონდა რა ესეთი ძალიან მთელ სოფლიოს რომ მოვედო კორონას დროს მახსოვს რა რომ ბაზრობდა რომ ეს პირველ ადგილზე რომ გადიან ჩარტებშიო რა ეს ყველაფერი ფეიკი არისო და იყიდებაო ეს ისენიო ნახვებიო და მართლა არსებობს მაგისი ვიდეოები რომ ოთახები არის ავსე ტელეფონებით რომელიც ხო ვიცი ოღონდ ეხა წვდომა ხა მე და შენ არ გვაქვს მაგაზე წვდომა მაგრამ თუ ხარ 6ix9-იან ვიღაცა ეგეთი კალიბრის უკვე ხო დრეიკიან კენდრიკიან ვიღაცა იქ უკვე შენ იცი ვის უნდა დაუკავშირენ შენმა ლეიბლმა ვიღაცა მისის გაკავშირებენ შენ ოღონდ იმაზე არის დამოკიდებული შენ რამდენს იმაზე დასამტკიცებლად თქვა რომ აი ხმე დავდროპავო სიმღერას და პირველზე გავაო და დადროპა და გავიდა აი ხო თქვიო თუ რაღაცა რა და ანუ ეს უკვე ყველა მიცის იქ ინდუსტრიაშიც იციან და თან კიდევ ანუ 6ix9-ი შეიძლება ხო უკვე სხვა წესებით მინდის თამაში. ხო არა და მაგას ვიძახი. ანუ ადრე კიდე იყო ის რომ აი პირველ ადგილზე ვინც იყო აი თქვათ ამ წლის საუკეთესო რეპერი ვინც იყო იქ უკვე ის იყო რომ აუ ეს მართლა ძალიან მაგარია. რა აი ბიგი მართლა ძალიან მაგარია და ეხლა უკვე აი ხალხს ის აღარ აქვს რა. აი გრემის მაგალითად აღარ აღიქვავს სერიოზულად. გრემიზეც გავიგე რომ ეს ჯეიზი ჩალიჩობდა რომ ბიონსეს მოეღო. ჯეიზის ხო ის აქვს საერთოდ Grammy Family Freestyle აქვს ეგეთი და ანუ რეპავს პირდაპირ რომ ჩვენ ვართ გრემის ოჯახი და აი ჩვენ წყვეთ თუ რაღაცა რა. ხო ის არის ერთია ჩვენ რას უყურებთ და მეორეა იქ რაც ხდება რა. იცი რა არის დღეს ჩემი აზრით ეხლა რომ დღეს აი რაც ხდება რა ეხლა იქ ამერიკულ ჰოლივუდში თუ რაც სადაც არის რა ეხლა ამას წლების წინ კიდე აი მაგალითად ჰიჩკოკს არ ქონდა ჰიჩკოკი არის გენიალური რეჟისორი რომელმაც ჰორორის ჟანრი შექმნა ფაქტიურად რა და მთელი ცხოვრება განიცდიდა რომ ოსკარი არ ქონდა მაგრამ დღეს მე მგონი ხომ მსახიობმა რეჟისორმა რომ განიცადოს რომ ოსკარი არ მაგრამ ანუ სისულელე არის რა იმიტომ რომ ანუ ეგ გაუფასურდა იმიტომ რომ იქ სულ ან ჩაწყობა ან რაღა ვიღაცას აწყობს ესე აი რაღაცა ხდება და ეს თან საჯარო ინფორმაცია გახდა ინტერნეტმა გახადა ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ამით თან ამ ინფორმაციას ყიდიან შენზე რომ აი იცი რა ხდება იქ და მე ცალკე კონტენტი იქნება რომ აი ჩვენი ისინი მაგაზე შენზე გაქვს ნალაპარაკები აი ის მონაკვეთი რო გაიჩითა რა ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშა ხარ შენც იმენა ახსნილი გაქვს რომ აი ესეთი რაღაცა გავჩნდეო რა catch phrase რო გავარდნილიყო და ხომ არა ეს არ იყო ხელოვნურად გავარდნილი ხო რა არა ბუნებრივად ხო და ეს იყო ჩემთვის მაგიტო იყო მე უბრალოდ ეს შიდა სამზარეულო ასე თუ ისე გადმოცემით მაინც რო ვიცი უკვე დაკარგული მქონდა იმის რწმენა რომ შეიძლება ბუნებრივად რაღაც მოხდეს ამ რეალობაში რა თუმცა ხა საქართველოში ეგეთი მექანიზმები ჯერ არ არის მაგრამ არც იქნება იმედი არ იქნება და რაღაც ბუნებრივობაზე დავჯერდებით რა და ეს რო ბუნებრივად რო ხდებოდა ეგ იყო ჩემთვის შოკი და რაღაცა თავიდან ვიწამე რა აი როდესაც როგორ თქვა რა აი პირველად რო გამივარდა რაღაც და რო დავინახე რაღაცა ხალხის ყურადღება თუ იქ მეტი ნახვევი თუ კომენტარები არა ეს რო აღმოვაჩინე და რაღაც
ახალი სამყარო გაიხსნა ჩემთვის, მეგონა რომ ეს უკვე ჩაქრა და ნუ რაღაც მე ისე მიყვარს ჩემი საქმიანობა რომ მიუხედავად მაგისა მე ვერ დავნებდები თუ რაღაც, მაგრამ ეს რო თავისთავად მოხდა თან ისეთ სიტუაციაში რომ ეს ჩემთვის როგორი ის იყო, იცი, აი აქსიომა რომ ნუ თუ წაგებული არის, მაშინ всё და იმას დავანებეთ თავი და ეხლა ახალია შესაქმნელი და ანუ ისეთი ბეთლი რომლის შედეგიც იყო წაგება ნუ ხა ვიღაცებს შეიძლება არ თulides ეგნე, მაგრამ ნუ ხო დაფიქსირდა. всё, წაგება არის, მე უბრალოდ აი გადავდე თუ რაღაცა და მე არა, ეს არის ყველაზე მაგარი რაღაც და მეთქი რა ხდება, რა მაგარი, ესეც ხდება, ესეც შეიძლება. მაიკი, აღმოჩენა იყო. გითხავ რა მაინტერესებს, აი ბათლები გაქვს ხოლმე, ანუ კონცერტებიც გაქვს ხოლმე, როგორც თქვი. ყოველთვის მაინტერესება და მეკითხა არტისტისთვის ეს რომ აი როდესაც რეპავ რაღაც გაგშენი ტექსტი აი ყოფილა რომ მაგალითად აი დაგვიწყებია და რაღაცნაირად აი როგორ იძურენ თავს ამ დროს ანუ რას აკეთებთ ბეთლზე ყველაზე საშინელება არის იმიტომ რომ მე მგონია რომ აი შო დამთავრდა რაღაც სამყაროს აღსასრული არის რა კონცერტზე ძალიან მარტივი არის რა ანუ არც არა და მე რა რომ დამავიწყდა თუ რა ხო და როგორ იძურენ თავს მაგას ხო ანუ იმიტომ რომ კონცერტზე მოსულია ის ხალხი ვინც შენ სანახავადაა მოსული და ისედაც ანუ იმანიცის კაც შენ თქვი და პირად გადაგა ხო აი ხო ბეთლზე ხوار თქვი რომ როგორ არის მოიცა ეხა დამელდა ჩემი ძმა კაცი და ხერას გიწევს ბეთლზე ის არის თან აი ახლა აი განსაკუთრებით აი ამ ბიტზე ბეთლები რო დაიწყო რა ადრე იყო აკაპელა და საერთოდ და ეგ ჩვენ შემოვიტანეთ ეგ არა ადრე იყო ძალიან old school-ის ის არის მაგრამ ჩვენ მე მგონი რუსეთში აკეთებდნენ და იქიდან გადმოვიღეთ მე და რუსეთში მე მგონი ბითებზე არ აკეთებდნენ არა აკეთებენ ოღონდ ძალიან ტექნიკურები არის ნახე რა ოღონდ იქ რაღაცა სხვა რაღაცაში მირონი და იმათ მეც უყურებდი ძალიან მაგარი დონე იყო რა მაგის მე ჩვენთან რო შემოვიდა ჩვენთან ბითებით შემოვიდა რა და არა ჩვენთან მანამდეც ხო იყო აკაპელა იყო იყო კი ანუ შენ არ გახსოვს ეგ არა 2017-ში იყო პირველი სეზონი აი მაგ PvP მაშინ PvP Battle ქვია იმ პროექტს ამას ქვია PvP Flow და იქ იყო აკაპელა ბეთლები ჩვეულებრივად აი საუნდები არ იყო ხო პირველად გამოდიხარ და ტექსტი გაქვს და შეიძლება პაუზა გააკეთო რა რაღაცა შეიძლება იმ განსაცდელი გელით ელით როგორ იყო ზუსტად განსაცდელი ელი ეგ იყო შეიძლება რაღაცაზე ისეთი ხმაური აი მაგარია ხო აი მაგას რომ ბიტი ქონოდა არ გამოვიდოდა ეგეთი მომენტი და და სიჩუმერას რომ სიჩუმერა იგივე ის შენ ვადიხავი ხო მაგდროს მან კადრში ვარ არა ბიჭო ძალიან რთული საქმეა ფსიქოლოგიურად ძველი ანუ შეიძლება კიდე რაღაცა ახალ რაღაცები დავიჭირთ იმიტომ რომ მას შეიძლება ვერ აღვიხით მაგრამ ეხლა ცოტა ესე რომ ჩავიწიო ორივეს რო გიყუროთ თორე ხანი ფსიქოლოგიურად მართლა ძლიერი უნდა იყო იმიტომ რომ ეგეთ ამბავში რა ეხლა ხალხს რომ უნდა რომ მიდიაბა დააჯვიდა რაღაც და გავიწყდება მაგდროს მან რა მომენტი არის იცი ხო აი გავიწყდება და აკაპელაზე ის არის რომ შეიძლება პაუზა გააკეთო ცოტა და ვითომ გაითამაშო რომ კი არ იხსენებ პაუზა არის ხო აი რაღაცა გააკეთე წყალი მოსვა აი რაღაც შეიძლება და აქ ბიტი არის ჩართული ტემპი რითმი და მიდიხარ და ერთადერთ ხელ გაქვს შანსი რომ ეს გააკეთო პირველივე ჯერ და ნუ აი ეგ არის რა მე იქ რომ დაიწყებ რა მოიცა და ჩავიდან ჩამირთეთ უკვე რაზბურგები გქონია ან მართლა გაგრძელება ანუ იქ არა მაგრამ გარეთ რა რაღაცა მიგიცია შენიშნა რაღაცა არა შენ არა შენ ეს რა ლაინი იყო და რაღაც წენები ყოფილა მაგრამ ესე რაზბურგკამდე არ მიმიყვანია სისულელე ანუ სადამ ეს ბეთლები იყო ზოგადად YouTube-ზე და ზოგადად მედიის სივრცეში ამ ბეთლემდე იყო ამ ბრძოლებამდე იყო ხოლმე ბავშვობაში მინახავს რო ჩავდიოდი ხოლმე კახეთში პაპაჩემთან იქ ტიპები იდგნენ და შაირობდნენ ერთმანეთში და დედის ტრაქს აგინებდნენ ხოლმე ერთმანეთს და არაფერი ძმაო შაირიაო და ის რაღაცებს ეუბნებოდნენ ხოლმე ერთმანეთს რომ ან ჩაოლებრივად და ესენი ანგელოზები არიან ეხლა რა რას ესენი იმაშვებიან იმასთან შედარებით არაფერი არ არის არა, ზოგი მართლა ისეთი ხაზია, რომ ანუ ძალიან პროფესიონალური და ძალიან მაგარი დონე. რა, ეხლა დღეს უყურე კაკრას შენი და პელეს ბეთლს. ორივე ძალიან მაღალი დონეა, ძმო. აი რა მაინტერესებს? შენ თავთან რო გქონოდა ბეთლი, რითი დაამცირებდი შენ თავს? აი ხა არ გაუხსნა კარტები. იმის გათვალისწინებით, რომ ორივემ ვიცით, რომ ჩვენ ვართ. აუ სულ სხვა რაღაცებით, ალბათ შეიძლება ხალხს ვერც ეკაიფა რა. ანუ
იცი რა მომენტი არის? აი ხა რაღაცას გეტყვი და ალბათ მიხდები რა. შეხედე აი ახლა იქ რო რაღაცებს მეუნებიან, ხო? ვიღაცას გონია რომ ან მანდა როგორი რაღაცა მიდის, იცი, აი უფრო პოპულისტური რაღაცა რა. რომ აი ახლა ის რაღაცა ერთმანეთზე შეკოწიწებული და ესეთი აღქმა არის რაღაც დამკვიდრებული რომ ესე თუ ისე და ის მომენტი არის რომ მე აი იქ ტექსტშიც მაქვს რა არიცი ჩემი ცოდვები და სულ სხვა ყლეობებს მტენი ხო მიხდი ანუ მე ჩემთვის სხვა რაღაცა არის და კიდე თქვი რა ცოდვები არა ეს უკვე ჩემი ჩაგობარი ახლა ეს უკვე მოძღვართან ფსიქოლოგი კაცრავა ხო ვიშაიქი ხო ნუ ახლა საჯარო სივრცისთვის ალბათ არ არის და ის მომენტი არის რომ მე კიდე ის მაქვს აი ამ ბოლო დროს აი ეს ბოლო ორ ბეთლზე რაც არ მესიამოვნა ის იყო რომ რაღაც აი იცი რა არის მაშინ ის პირველი აკაპელა სეზონი როცა იყო რა მაშინ უფრო პატარაც ვიყავი და შეიძლება ჩემ თავთანაც ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა თუ არაფრად არ ვაგდებდი თუ რა იყო ანუ გავიდა წლები რაღაცა 8 წელი თუ რაღაცა და მოვედი და ვიღაცა მეუნება ხარ თუ ანუ გასაგებია რომ ეხლა ვიღაცას შეიძლება უარესიც ეგონოს შენზე მაგრამ ანუ მე მიუხედავად სხვები რას ფიქრობენ ანუ არ მაინტერესებს ანუ ჩემთვის ავტორიტეტი არ არის და მე საკმაოდ დადებითი შეხედულების ვარ საკუთარ თავზე და ანუ შეიძლება აი მართლა იმან მოდელმან ფსიქოლოგმა ვიღაცამ მითხრას რომ აი შენ იცი აი ეს შეწოდე და ბიჭო ახლა შენ რანაირად აიგე რატო ხოდა ბიჭო აი რაღაც ისეთი ის იყო დავიწყებულისავით რომ რა და ბიჭო არ ვარ თუ რაღაცა და აი ეგ როგორი დამაბნეველი და ის არის იცი რომ 8 წელი ანუ ის კი არ არის რომ აი ხა მე ამაცადე ამას რას ჩაუტარებ თუ რაღაც ჩემი გამოცდილებით ანუ ბიჭო შენ მაინც ერთის გააჩერე ერთი რა როგორ იყო რა ანუ ის არ მაინტერესებს ეხა აი რატო ხმარობ ამ სიტყვას ვიხდი ორი სხვა სიმაღლიდან თუ სხვა ჭრილიდან უყურებ რა ამ ყველაფერს და აი ეგ მომენტი არის რა და ალბათ იქ მერე ხო იყო ერთ ვიღაცას მოვიდა რომ ეს კიდე ერთხელ დამიძახებოდა ხო ეგეთი ხო და მაგალითად ისე რომ ანუ მიკვირს რომ არ გქონია რაღაც ხიპიშები და ეგეთი ხო არა მე ემდრო ზოგადად ხა ქართველები ეგრე ვართ რომ არ არის ნორმა რა და მიღებული და რამე არა იქ არ ვიცი ხა რა ხდებოდა მაგრამ ისიც სხვათა შორის ისიც ჩემი თაობის ტიპი არის ვინც თქვა რომ აი კიდევ ერთხელ დამიძახებ თუ რაღაცა და ხო და უკვე სხვა ფაქში რო ხარ იქენ სხვანაირად უყურებ რა რაღაცა შენ რაღაც წახვედი ეხლა ანუ შეიძლება ვიღაცისგან გაატარო ძმაკაცისგან ან რა ვიცი შენთვის ავტორიტეტისგან მაგრამ არ ვთვლი რომ იმ ოთახში ვინმე არის ვისგანაც მე საყვედური მეკუთვნის რა მithumetes ხო და ეგ მომენტი არის რა მაიკი რა ვაინტერესებს უცნაური საჩუქარი თუ ან უცნაური რაღაცა მესიჯი თუ მიგიღია ფანისგან რაღაც ისეთი დამახსოვრებელი აუ უცნაური იყო ერთხელ მაჩუქას ისა რა ქვია ძალიან ზვირიანი სუნამო და აუ არ იყო საჭირო თუ რაღაც მაგრამ ნუ რატო იმსახურები ხა ერთი არა ხო მაგრამ ანუ რაღაც ანუ არ ბარტერი არ იყო არაფერი აი უბრალოდ აუ მესიამოვნა აი წინაზე მაგალითად მიშას უნდათ რომ ფუნა ეჩქები და რეკლამასაც ფუნას ჩუქნა ფუნას რა რატო ეგ არის უცნაური ბარტერი იყო ბარტერს გავაკეთე და მე დაანოყიერებ მიწას არ ვიცი რა უნდა მეკნა იმ ფუნისთვის უნდა მესროლა ვიღაცები მაგრამ მიწერეს რომ ხო სრული სერიოზული ეს არის უცნაური და შენი არის შეფუთული იქნებოდა ეს ფუნა შეფუთული იქნებოდა მაშინ ან ტიპები გაიჩნდნენ ტროლავი ვიღაცებს ისე გამიგია რომ ფუნის სურნელი როქცენს თუმე ფილტრებს წმენს მართლა ხო არ ვიცი ახალი მოჯმული უნდა იყოს მე იმასაც გამიგია იმას საუნაში რო შედიხარ და რო სუნთქავ იწმინდება ყველაფერიო და ამ დროს 80 გრადუსია და მაგას სუნთქავ რა ვიტო ვერ დამოღამობ ხო არ ფუნაზე უფრო გასაკვირია მე მგონი აი მოკლედ ფუნის ეს სხვადასხვა ძალიან ბევრი ვიდეო მხდება შენი ძალიან ჰაიპში ხარ დღესდღეობით ძალიან ბევრი პატარა ბავშვი გიყურებს აზიარებენ ერთ-ერთ და ეგ რო იგინები ეგრე სად არის ძმაო რა მაგალითად მე მაინტერესებს აი დამთავრებინე მე უპასუხე აი
შენი თემა რო იყოს ქართული TikTok-ი, რას გაურითმავდი, რა რითმას დაწერდი ქართულ TikTok-ზე? იქ მაინტერესებს. ქართულ TikTok-ზე რა? ხო. თქვი ქართულ TikTok-ზე. ხო, ქართულ TikTok-ზე რა რითმას დაწერდი შენი აზრით? როგორ იქნებოდა? ქართულ TikTok-ს როგორ გადისავდა თუ? რას ვიტყოდი ქართულ TikTok-ზე? შენ იმ ტრეკში ვონთ. აი უცებ რო დაფიქრდი. მოცედეგე რაღაცა მომფიქრდა. არ გაქვს საქმე მეტი და რაღაცა საყლევეთი. უცებ იქიდა. მე შემეცი, ბავშვიც. ხო, არ ვიცი, რაღაცა საყლევეთის ასოციაცია გამიშთა უცებ. თუმცა ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. ხოლმე ეს ხუმრობით ყავ? ეს ხუმრობით თორე ისე. თორე წაბული. არა, ეს არა ქვია. არა, ის სხვათა შორის ძალიან მაგარი რაღაცა არ ვიცი თქვენ ახლა თუ გაქვთ გამოცდილება უკვე. პირველად რო აღმოვაჩინეს რაღაც ჰეითერები და რაღაც აი ძალიან თუ გუნავდა რა აი ძალიან განვიცდიდი რა და საერთოდ რა იყო იცი ისეთი სიბნელე იყო თუ რა ვიცი რა ერქვა მაგას არ ვიცი 2011 წელს თუ 10 წელს მქონდა რაღაც კლიპი გადაღებული ინგლისურ სიმღერაზე და ნუ რაღაცნაირად ვიწვალე და მოვახვედრე მასე რა პირველი სტერეო იყო მაშინ ქართული MTV რა და ნუ უკვე ჩამქრალი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შევტენე იქ და გადიოდა რაღაც პერიოდი გადიოდა რა ეს სიმღერა და ბევრმა სხვათა შორის იმ თაობის ტიპებმა იციან რომ აი ის ხო შენი პირველი იყო თუ რაღაცა და მოკლედ აი ისეთი ის იყო რა არ ნეგატივი წამოვიდა რა ხალხ ტელევიზორში უბრალოდ უყურებდა და არც ვიცოდი ვინ რას ამბობდა რა პროსტა რომ ვიცოდი რომ იყო მიხაროდა ვიღაცა მიპოვა Facebook-ზე და მომწერა რაღაცა რა რაღაც ჰეითის მესიჯი მაშინ ანუ რატო უნდა რომელი წლები რატო გაწუხებს ეგ თემა რომ აი ვიღაცა ბავშვი რეპავს რაღაცას ინგლისურად 13-14 არც იცი ხო არა 10 აი რო არც იცი საერთოდ რას ის ხო ვერ ხვდება ეხლა მე იქ რას რეპავდი ნუ რაღაცამ გააღიზიან ან დაქრინჯან რა ვიცი მე რა მოვიდა და მომწერა რაღაცა ეხარო თუ რაღაცა რატო და მაშინ განვიცადა რომ აი ხალხი ჰეითს ვიწევდა რაღაცა და აი ეხლა როგორი რატო დავიწყე ეს მოყოლა რა რომ ანუ ნუ ეგ თეორიულად მანამდეც ვიცოდი რომ თავარია რომ რეაქცია მოყვეს რა არ არის აუცილებელი რომ აღფრთოვანდნენ შეიძლება აღშფოთდნენ მაგრამ ერთნაირი შედეგი აქვს აღფრთოვანებასაც და რეიტინგი არის და არ არის აუცილებელი მე სადღაც ეს მაინც გადაკეთდება ის სიყვარულის გადაკეთდება სიძულვილად და სიძულვილიც გადაიზრდება ჩვენც მაგისივე და ვართ ჩვენ მეგობრები არა მე მწერენ მაგას რომ ადრე მომწონდი და თურმე რა აი ანუ რანაირი შეფასება არის ანუ რა ხო კიდე ის რა ანუ კიდე რა არის იცი არანაირი რეაქცია არ უნდა გქონდეს მაგაზე და კიდე ის არის რომ აი რო აკვირდები ადამიანს აი გამადიდებელი შუშით რომ აბა ისა და აი ჩასაფრებული ხარ სადღაც ხო ექნება ეხა რაღაცა ანუ რა გონიათ რომ რადგან ისა YouTube-ზე დევს თუ TikTok-ზე დევს ეს იდეალურია თუ ყველაფერში დავემთხვევით ანუ რასისულე როგორ შეიძლება ერთი ადამიანი არსებობდეს ვინმე ვისაც მილიონი ადამიანს გაუსწორდება ანუ ხო უნდა გაიაზრო სადღაც რომ მე მგონი ვიღაცას აყოლილი ვარ და მე მგონი მომწონს ან მე მგონი მკიდია ან არ ვიცი ხო და არაფერი უბრალოდ ის არის რა hate cities არ შეგეშინდეთ და თავარი არის რომ შენ თავთან შენი საზომებით იყო არ იყო ნაარი ხო რა და ეხლა ის შეიძლება ის რო შენ გეუბნება რომ შენთვის ის რა არის ვაფშე ხო ანუ რა ძალა აქვს შენ მეკითხები მე რომ უნდა მიწერო და გაარკვიო თქვენ ხო არ კარტოკაც ანუ შენ რომ მე ჩემ შეფასებას რო აკეთებ ჩემი შეფასება იკითხე მე რას ვფიქრობ შენზე სისულელე არის მაგას საერთოდ არც უნდა მიაქციო ყურადღება ანუ უნდა მიაქციო ყურადღება იმ დონეზე რომ აი რაღაცა აი დღეს მაგალითად გადავაკეთე თუ გუშინ ისა რა ფრანგმა მომღერალმა რო ქართული ისაკნა ეს დავწერე ინგლისურად და I represent the country Georgia the rest of the world I'm coming for you და რაღაცებს რეპავ რა და იქ რაღაცა არ ვიცი სადღაც ჯგუფში ჩააგდეს თუ რა ხდება როგორი
ორი ქცევიან ბიჭო ამ თავს როგორ ირცხვენენ იცი ანუ მე რა დიდი ანუ ჩაკიმული ის მქონდა გვერდი მქონდა Patch Life-ის ინგლისურ ტრეკებისთვის რა და TikTok-ი სადაც არაფერი არ ვარდებოდა არასოდეს 100,000-ზე აიყვანეს ბიჭო ერთ დღეში და შევთ მართლა ცუდი გინდა ამისთვის და არ გინდა გავრო რატო იმეშვები ხო ანუ ზასი რას დებილობას აკეთებ და ანუ და რა ანუ ეს ჩვენ არ წარმოგვადგენს და რა ეს არ არის ჩემი საქართველო არ არის მე აქ აი რა ვიცი ანუ ეს იმდეს იზამთ რომ სადღაც ჩავა ეს ტრამპთან ეს ვიდეო და ქართველები ესენი არიან he represents the country George სანქციები დაადეთ არა კომენტარებს ჩამოყვება და დაასანქცირებს ხო და ასე რომ ჯობია არ ვაგინოთ ერთმანეთს chill რა არა შეუბერეთ კაცო რა პრობლემა არა მე მგონი კიდე რა ანუ ვფიქრობდი რა ანუ იცი რა არის ამ იმაზე რო ხარ ანუ ადრე მქონია ეგეთი მომენტი რომ აი რაღაცა დაუქენსელები ვარ ბჭყალებში და აი მართლა ჩავიკეტე და ვფიქრობდი და ის გამო თუ არ არის აი რაღაცა პოლიტიკური ის ტრეკი მქონდა რა რაღაც თან რაღაცა არჩევნებს დაემთხვა და თან ეს შეკვეთილია თან მეც ჩემი პოზიცია იყო რა აი მე მინდოდა თვლიდი რომ არა პოლიტიკური იყო და ანუ ჩემი ინიციატივით გავაკეთე რა თლიანად აი ფულიც არ ამიღია მაგაში თუ არაფერი საერთოდ მარტო დავკენსელე რა სინანულით იძახის ხო იმიტომ რომ მივედი რა მე მეგონა გადავედი ჩემ მეგობრებთან რომლებიც მუშაობდნენ პოსტევიზე დღესაც მუშაობენ მოვიკითხავ 9 თვალი და ნუ ეხლა ქვიათ რა და უთხარი რომ მეთქი ესეთი თემა მაქვს ვიცი რომ თქვენ რაღაცა ვისახართ კავშირში ხართ ამ თემასთან და მე მგონია რომ სამართლიანი იქნება თან საინტერესო იქნება ჩემი მხრიდან ეს რო თქვა იმიტომ რომ მე მქონდა ისტორია რომ რაღაც დამიჭირეს და მე გამომიშვეს და რაღაცა და ეს ტიპიც კლიპის გამო ხო კლიპის გამო ისევ და ეს ტიპიც რომ მიუბრუნდეთ ეს ტიპი რომ ამას ამბობს უფრო საინტერესო არის ვიდრე ვისგანაც არელიან რა და ბაზარი არა რაღაც დამეხმარეს რაღაცა ვიდეო გადავიდეთ დავამონტაჟეთ დავდეთ და ისიც მითხრეს რომ შენ რაღაცა შენ შეგვიძლია შენთვის გამოვყოთ ამისთვის მეთქი არ მინდა მე რაღაც გმირული ის მქონდა რა პოზიცია მეთქი არ მინდა მე არაფერი მე მინდა რომ უბრალოდ ჩემი სიტყვა თქვა და მე წავედი სახლში და რატომაც მეგონა რომ ნუ ვიღაცებს ეწყინებოდათ მაგრამ ესეთი ის თუ იყო რა ინტერნეტი დაკრობილი თუ ქონდათ არ ვიცოდი და რაღაც წავიდა საშინელი დაკენსელება და ნუ ამ დაკენსელებაში კიდე ის მომენტი არის რომ ვიღაცა ადამიანს იცნობ პირადად რა და ის რომ რაღაცა სტატუსით გამოდის. შენსაც წატრამდე გამოვიდეს, მაგრამ ან ჯერ მე და მირეკე მითხარი რომ რა ხდება. ხო, რა ხდება, რატო ის არის, რა ვიცი. მიშკა რა ხდება, რამდენი აიღე. ხო, ან რაღაცა იქნებ გიყო. სადავლიოთ რაღაც. საწავიდეთ დასასვენებლად. გავიგე. სტატუსით რომ აი რაღაცა გავიგე რომ კარგად ხარ და. ნუ მოკლედ მაგას რა მნიშვნელობა აქვს იმ მომენტში, მაშინ ძალიან განვიცადე რა, რომ ესეთი მეგონა რომ ეს ჰეითი დასასრულია თუ რაღაცა და მე ისე მოხდა რომ ანუ ეხლაც რაღაცა მსგავსი სიტუაცია წამოვიდა და ვიგრძენი რომ პირიქით ამას ველოდი ეს მაკავებდა რომ აი რაღაცა თითქოს ყველა თემაზე ამოიწო კიდე ჩაწერე რამე პოლიტიკური კაცი არა მე ბეთლში იყო რაღაცა პოლიტიკური რომ აი შენ ის როაში რომ გააკეთე ის თუ რაღაცა და ვიღაცებს ძალიან გაუსწორდათ და წავიდა ჩემი დაკენსება ხო ანუ ხო და ბაზარი არ არის, ანუ მე რაღაცა ცოტა შებოჭილი ვიყავი ეგ თემა რომ ტაბუირებული იყო და ეხლა გაიხსნა ეგ თემა რა ფეხებზე მკიდია რა და პირიქით მომეშვა ეს ტვირთი რა და გონიათ რომ შეგიძლიათ დაუწეროთ რასაც დაწერეთ რაც გინდათ დაწერეთ რა ანუ შეფულზე გაყიდეთ მონა და რაღაცები ხო სხვა შორის ხო კაც უკვე აღებული აქვს ფული ყლეზე არ კიდია რა თავის სტუდია გააკეთა ხმის რა სტუდია გააკეთა ყველაფერი საკაიფო ხო ანუ კიდე ის მომენტი არის რომ აი ბეთლი ძალიან ისე აღიქვეს რა რომ აი იქ რაღაც ჭეშმარიტება ითქვა თუ რაღაცა და ანუ მე და პელემას განვიხილეთ ეს პოდკასტზე რომ ანუ ეს არის უბრალოდ ფორმატი და მეც რაღაც მსგავსი რომ მქონდა ჯერ ესეთი რომ სამ მქონოდა პელეც ჩასვა რა ეგ საქმეში პელეც დაფიქრდა ბიჭო მომენტ ბაზარი არა რატო არა ხო და ანუ მეც რომ არ მქონოდა შემეძლო რომ საერთოდ უცნობ ადამიანზე შეგიძლია ბეთლისთვის შეთითხნო რაღაც მოიგონო რა და აი ეგ მომენტი არის რა
იმ თემას მინდა მივუბრუნდეთ წეღან რაც თქვით წარსულში ჩავიდეთ ცოტა რაღაც ისეთი უსიამოვნო ფაქტები გავიხსენოთ მე მახსოვს ეგ კლიპი რა იქომა კლიპს უბრალოდ სახელი არ მახსოვს მაგრამ თესლი შავიზედა და ტიპი რას აკეთებს ანუ ძვალს აგდებს და იქ პატრულის თანამშრომელი იჭერს და მაგას მოყვა მთელი სკანდალი ხო და რატო ქენი საერთოდ არ ვდარი დროს რას დავაბრალოთ რო ახალგაზრდა იყავი და გიქროდა თუ არა იმ დროს რა ანუ პროტესტი გამოყვატე არ იცი რა თვითონ ის იყო რა ბირჟა მაფია რა პროექტი არის რა ანუ გაშარჟებული არის ქუჩა პოლიცია იქ შეიძლება სხვა რაღაც პირობითად სხვადასხვა ინსტიტუციების შარჟი არის რა მოკლედ რა და თვითონ აი რაღაცა ტექსტს მოყვა რომ არ მევასება ძაღლი თუ არ შეუძლია ყეფა ნუ პროსტა პანჩლაინის პონჩი და მე უკვე აქედან გამომდინარე ის რო იყოს ეგ იდეა გაჩნდა რომ ხო ძაღლს ეძახდნენ თუ რაღაც რა პოლიციელებს და პოლიციელი თუ რაღაც არ ვიცი კაცო მე არასდროს არ დავიცახე არა ისე იმ თვითონ იმ სიუჟეტიდან გამომდინარე ეხა დაყიდია კაცი და ეხა ეგ უნდა გაიხსენოს რაღაცები არა ის დამთავრებულია ბავშვობაში მომივიდა რაღაც მოხდა მოკლედ ესა რა ქვია ეგ კადრი გავაკეთეთ და სხვათა შორის კი სადღაც ვღადაობდით რომ ეხა ამაზე რომ დაგვიჭიროთ რაღაც მაგრამ ის ვერ წარმოვიდგინე რომ შეიძლებოდა სამართალ დამცავი ყოფილიყო სამართალ დამრღვევი ამ შემთხვევაში და ანუ აქ ის კი არ იყო მაგის გამო ვერ დაგიჭერენ რა რატო ქონდა ნარკოტიკები ხო და რეალურად ვერ დაგიჭერენ იმის გამო რომ კლიპში ხო არა და პაბლო ესკობარი გამოვიდა უცებ ხო და მე 3 ტონა ამფეტამინი ხო რაღაც 5 გრამი ოპ ეს რა ეგეთი რაღაცაა რა ზუსტად და ხო ეგ იყო რა ნუ იმ მომენტში სტრესული იყო თუმცა გამიწეს ხალხში მაშინ ვიყავი 27-ის ჩვენი ასაკის იყო მაშინ დაახლოებით რა ტეხობს დაჭერა 27 ასაკში თან მაგრამ მე იცი რა არის მე მივხვდი რომ ეს როგორ გამოძვერი მაგ ამბიდან ვაფშე მე ხო ამოიჭრა ის მომენტი თვითონ არა როგორ იყო ახლა გეტყვი ქრონოლოგიას ჯერ რაღაც ერთ-ერთი პროდაქშენი დამეხმარა ამის გადაღებაში და ძალიან დიდი ხანი გაიწელა რა და უკვე აი აღარც მაინტერესებდა თუ რაღაც და თან აი ჩვენით დავამონტაჟებთ რაღაცეები ნუ დამონტაჟდა როგორც იქნა და დავდე რა დავდე და რაღაცა ისეთი შედეგი თლათ არ იყო მე თუ ვერ არ მაქვს დამახსოვრებული აი ერთ დღეში რამდენი ნახვა უნდა კონდეს თუ ერთ საათში რაღაც ნახვები წამოვიდა მაგრამ რაღაცა არ მეყო რა ეს ხო არ იყო რა სასწაული ანუ თითქოს არაფერი არ ხდებოდა და მე მეორე დღეს თუ რაღაც იქიდან დამიწყეს რეკვა რომ რაღაც ჩვენ რაღაცები დაგვიკავშირდნენ და წავშალოთ კლიპი და თქვი რა მეთქი შანსი არ არის რა უნდა წავშალოთ ეხლა ამდენი ვიწვალე თუ რაღაცა რა უნდა წავშალოთ ანუ ეგ არის ჩემი ცხოვრების მიზანი რომ კლიპი გადავიღო და რაღაც სიმღერა გამოვაქვეყნო ეხლა ამდენი ნაწვალებს მე არ წავშლი ნუ კაი მაშინ აი ტიტრებიდან ამოგვიღე ჩვენ თუ რაღაცა ნუ კაი მეთქი ამას მე გადმორეკ არა ისიც ამოიღე ის რაღაცა ძაღლის სახელი იმის ძაღლი იყო ნამდვილი ძაღლი კლიპში იმის სახელი ნუ წერე ის წამოიღე თუ რაღაც კაი მეთქი მე და მე გამახსენდა რომ მაშინ ქონდა YouTube-ს ეგეთი ფუნქცია რომ შეგეძლო იქვე დაგებულარა რაღაცა კადრები და დაუბლარე ესენი და მეთქი ესე რომ იყოს წაშლის ნაცვლად ხო კარგია და აი საერთოდ თლიანი კადრი რო დაბლარო მეთქი კაი კარგად იხავი თუ რაღაცა და ნუ მოკლედ რაღაც რამდენიმე დღე იყო გასული რა მაგ კლიპის დადებიდან და დამშვიდებული ხარ უკვე არაფერი არა დამშვიდებული არც ვიყავი არც მანამდე არ ვიყავი აღელვებული უბრალოდ არ წარმომედგინა რომ შეიძლება და ხა კლიპი ავიღო რა პონტია და მოკლედ იმედში ვიყავი მეგობრებთან მაშინ GDS-ის ბიჭები გადავიდნენ იმედში ქონდათ პავილიონი თუ რაღაც რეორგანიზაციები ხდებოდა და იქ გეგმავდით რაღაც მე უნდა ყოფილიყავი მაშინაც ბეთლის ამბავი იყო და მე უნდა ყოფილიყავი შემდეგი სტუმარი თუ რაღაცა და რაღაც თემებიც იმას ვქენით რა გავიარეთ სავით და იქიდან რომ გამოვედი უკვე ანუ იმედში მიტანილი ქონდა ნარკოტიკები თუ არა იმედში არ ქონდა ეხლა გეტყვი სად გარეთ მანქანაში სად იყო ნარკოტიკები გეტყვი და უცებ ძალიან ისე რაღაცა ფორსირებულად რაღაც მოაყენეს რაღაც მანქანა და
გალავლიშვილი ხარ თუ რაღაცა და აუ თან ეს მობილური მეჭირა ხელში რა და მაშინაც ბეთლისთვის ვემზადებოდი პრელესთან მქონდა მაშინაც ბეთლი და ეს ტელეფონი გამომართვეს ხელიდან რა და ახლა აი ტელეფონი ხა ისეთი ჩვენ რეალობაში ისეთი რაღაცა არის რომ აი ტელეფონი გამომართვეს თუ რაღაცა ესე რაღაც დამთავრდა თუ რაღაცა მეთქი ხო კაი თუ რა და მოკლედ ამ მანქანაში ჩამტენეს და მე რაღაცა დროის მერე მოვიდნენ სხვა თანამშრომლებიც და მეთქი გამარკვიეთ რა ხდება ხო აი გასაგებია რომ ხვდები რომ კლიპის გამო რაღაცა უსიამოვნებაში ვარ მაგრამ რა ხდება რომ ვიცოდე რომ რა დონეზე დავავალო ჩემ თავს რომ ინერვიულოს და აი ხა დეტექტივი მოვა თუ რაღაცა და ის მოვიდა უკვე და ხოთაშორის თავიდან იყვნენ ძალიან აგრესიულად განწყობილები მაგრამ რაღაც ისეთი საუბრით და მივანიშნე რომ მეთქი მე არ ვარ ის პერსონაჟი რასაც იქ განვასახიერებ ანუ გასაგები არის რაღაცა და ეს დავალებული გაქვთ თუ რაღაცა მესმის ეს მაგრამ აი ადამიანებიც ვართ ხო პარალელურად და ისეთნაირად იმას აქვთ რა არ ვცდილობ რომ თავი ვინეს გავალახინო თუ რაღაც და მოვიდა ის ტიპი და აბა გაჩხრიკეთ თუ რაღაცა ნუ სხვა ნიუანსებიც იყო ახლა დეტალებში აღარ გავალ და ამ ჩხრეკაში უცებ რაღაცა ქაღალდიც იყო რა რაღაც დაკუჭული რაღაცა თქი ესე იმდენი რაღაცა მედო ჯიბეში რომ ესე არ ჩამიდია მე არ დამიკუჭავს ესეც ხო არიდო რაღაცა ვიფიქრე და თავის თავთან არ მეცნო მაგრამ ის ვერ წარმოვიდგინე რომ შეიძლება და რაც არ მქონდა ის გაეჩითათ რა და ნუ გახსნეს და ტაბლეტები ნუ ეხა ეგეთი არიფიც არ ვარ რომ მივხვდი რომ შოშოშოშ გასაგებია არაფერი და მე იყო რომ ისა რა ქვია რა არის ეს თუ რაღაცა და ნუ აი მე რაღაც მიამიტურად მეთქი ჩემი არ არის თუ რაღაცა ხარი და არა ისინი გადავიდნენ იუმორზე ხო ეგ არა ბიჭო ჩემი ო არა ჩაგიდე გაიგე გურამ რა სიძახის ჩვენ მაგის გამკეთებლები ვართ მაგრამ რა იყო იცი იქიდან რომ მივდიოდით ეს მე იმდენად რაღაც მომენტში იმდენად დაუმშვიდდი თუ იმდენად ის რეაქცია არ იყო რასაც ელოდნენ რა მახსოვს რომ ერთ-ერთი ტიპი რა ვინც იჯდა მანქანაში რაღაც ანერვიულდა რა იმიტომ რომ ეგენი აპირებდნენ ჩემ ცემას მაგინეს კიდევაც ზოგიერთმა მათგანმა რაზეც სისულელე მგონია რა ეხლა გიჭერენ ტიპები და შეგინებოდა რა თქვი ბიჭო და აი და რაღაც მომენტში ისე განერვიულდა ერთი რა რომ აი უადგილოთ აი რაღაც ხალხს აგინებდა ქუჩაში და სად დადიხარ რაღაცა და ანუ რაღაცა წინად გრძნობა უკვე გაჩნდა მე მგონი იმათში რომ რაღაცა ისე ვერ მიდიოდა როგორც უნდა წასულიყო რა მე უკვე რა ვიცი მე მოლოდინი მქონდა რომ რაღაც ეტაპამდე ალბათ რომ უცებ დამთავრდებოდა ეს ამბავი მაგრამ ეგრე არ მოხდა ამეხნე გაიწელა დაახლოებით მე გაიწელა 5 დღე მე მგონი მთლიანობაში რა ხო და როგორ მოიხადეს როკი ნაკოლკებით ხო არ გამოყვეთ არა ნაკოლკებით არც ვაპირებდი იმიტომ რომ ისე არ მაქვს და არც ვაპირებ და ანუ ციხის კარანტინში ვიყავი მე იყო სასამართლო სადაც მეგონა რომ სასამართლოზე გულწრფელი უნდა ყოფილიყავი და გამიშვებდნენ მაგრამ ჩემი გულწრფელობა ალბათ ვერ იყო იმ ხარისხის და ისიც უთხრეს მოსამართლეს რომ ისაო სახლში იყოსო რა გასაგებია რომ რაღაცა არ მოგეწონათ ისე მაგრამ სახლში იყოს და ისე შიდაპატიმრობაში იყოსო და არა ესე ხა ესეთი პრეცედენტი არ გვაქვსო და ვერ იქნებაო და ნუ აი მეთქი და ძალიან გულაცრუებული ვიყავი ეგ მომენტი რა მახსოვს რომ აი დამთავრდა ცხოვრება კაროში ნუ დამთავრდა ცხოვრება არა მივედი იქ ციხის კარანტინში რაღაც ჯერ ნუ თავიდან ეს ყველა ახალ საკანში შესვლა ის არის რომ საერთოდ რა გელოდება ვისთან შედიხარ რაღაცა არ მაქვს ეგ გამოცდილება რა არც მანამდე მქონია ქუჩის კარიერა მაინც და რაღაც შარებში გავხვეულვარ მაგრამ ეგეთი მასშტაბის უკვე გააქვს რა უკვე მაგა შეიძლება ერთ-ორ ჭიქას რო ჩაარყავ და ბავშვები თუ მოგიჭდებიან იცით შვილებო როგორ არის იქ ხო და შევედი არც ერთს არ გირჩევთ შევედი იმაში ციხის კარანტინში და ნუ რამდენი 3-4 კაცი არის რა და ერთი არის ცოტა
უფროსი კაცი, თეთრებული წვერით რაღაცა, წამოწოლილი რაღაცა და აუ მეთქი ეხლა ეს უეჭველი რაღაცა სერიოზული. კითხავს და გისმოს რომ. კითხავს და ამის რომ და აი ძალიან ელოდება ქურდი ზონაში ას გასწავლია რომ გაუბეოროს. თან ეგეთ შეცდომას არ მინდა დაუშვა რა რაღაცა იქ ვითომ ამბიცია გამოვიჩინოთ რაღაცა ძალიან აი მაქსიმალურად. აუ კულტურულად და წყლა. და რაღაცა დაბალი ხმაზე რაღაცა. ესე და დაპატარავა და იაგმა იგი. რაუბნელი ხარო ეს მეკითხება ეს ამოწოლილი რა და მეთქი აჟაბ შაველაზე ცხოვრობ. ბატონო. აბხანაგო. და აჟაბ შაველა ყველაზე ფართო გუშა ყველაზე მეტი მანქანა ეტევა 5 მანქანა ეტევა თუ და მე გაიგვა რომ ეს ტიპი იყო რეზბალნიციდან გადმოყვანილი აქ იქ ვიღაცას ანუ რეზბალნიც არის სადაც გიჟები თუ რა გიჟი იყო რა ტიპი რა ნუ გიჟი კი არა ნუ ის ქონდა რა რაღაც პრობლემები ფსიქიკური და იქ ვიღაცას დაარტყა რომ პუტინის ხმები მესმისო და რა ერთ ეს მისო და შედა გამარჯობა ბატონო და აი რაღაცა ეგეთი ტიპი იყო რა მეორე ტიპი იყო რომელთანაც რაღაცა საერთო ენასავით გამოვნახე და ეგ ცოტა შვება იყო იმ ხრივ რომ ჩაძმა კაცდა შევიდა რაღაცა ვიღაცას მე მოსაუბრე რო ხავს რა რაღაცა აზერი იყო მე მგონი ის ტიპი და რაღაც რუსულად ლაპარაკებოდი და რაღაცას მე ლაპარაკე და მე ისეთი რაღაცები ახსენა ერთი სამი ფაქტი რომ ვერაფრით ვერ ეცოდინებოდა ჩემზე რა შემოგზავნილი იყო ხო და ანუ ჩემზე მეტი ინფორმაცია ამას რატო აქვს თუ რაღაც ჩემს შესახებ და რაღაც ეგეთ მომენტებში ცოტა მიცრუდება ხოლმე გული რა და რომელი თეატრის სახიობი ხო არ იყო სახის ვერ იხსენებ არა თეატრის სახიობი ნამდვილად არ იყო ალბათ უფრო იქაური სახიობი სახიობი იყო ხო და ნუ მე რა იყო მე იყო ერთი მომენტი როდესაც წამოვიდა წვიმა რა და თან მეძინა ნუ ვერაფერს ვერ ვაკეთებდით ფიზიკურად ან საკანში რაღაცა ესა ისტორიების მოყოლა რომ აქ ადრე აგერ სისხლები ესვა და რაღაცა მათი აგარი და ამოვიდა წვიმა რა და გავიღვიძე თვალები გამაღვიძა წვიმა და ამეთქი რა კაი ეს წვიმა რომ წამოვიდეს მეთქი სიმბოლო არის რომ მეთქი ეს ცხნერი რაც ეს მოხდა ეს ამ დღეებში ეს ჩაირეცხება თუ რაღაცა ეგეთი მეტაფორა იმას ქვენი და მე ეს წვიმა ცოტა ხანში გადაიქცა სეტყვად და მეთქი ეს უკვე ძალიან ყვეთრი ის არის ძალიან კაფიო ნიშანი არის რა მეთქი ეს უკვე იმის ნიშანია რომ მე ამ საკნიდან გავა ეხლა ეს რაღაც მუსიკა რო დრამატული მუსიკა რო ეთქვა და უცებ არის ბრახუნი იმას ხო მე ეს ამ სეტყვამ დაიწყო გადნობა და ჩვენი ის იყო საკანი იყო ისა რა დაბლა ადგილს სარდაფი იყო რა და გადნობა რო დაიწყო ჩამოვიდა წყალი და აივსო თუ რაღაცა რა და უცებ აბრახუნებენ რომ რაღაც თუ რაღაც თუ გვიღებენ უბრალოდ როგორ ჩვენ როგორ გავუღებდით და მასაკნეს გააღეს და გამოვიდა რაღაცა და გადაგვიყვანეს სხვა საკანში ანუ სადღაც იმ რწმენამ გაამართლა რომ გასვლა იყო რა ეს პარტი და გავდივარ იქიდან უკვე ვფიქრობ რომ იქიდან ვაკვირდები ხა ისეც ისეთივე საკანი არის შეიძლება ოდნავ უფრო სუფთა და ვაკვირდები რომ სისხლები არ უსვია ხო აქ სისხლები არ უსვია და გავდივარ და მეთქი ახლა იქიდან აი მაიკლ სკოფილდი რას იზავდა ამ დროს და გაქცევა შოუში აი ახლა რო გავიქცევა მე სად უნდა რამდენი ხანი ვიმალო აი რაღაცა მაგრამ ძალიან ისე ვარ რა აი ამ საკუთარი თავის მედიტაციის ქვეშ თუ რაღაც რა ძალიან მაგ ფიქრებში ვარ რა ნუ ესეც სადღაც დამთავრდა და მე უკვე თან ბოდიში დრონელა გადის ხო იმენაში კითხვა არის ხო ძალიან ნელა რა უფრო ნელა გადიოდა ალბათ ხო ხა ორი დღე გაატარე და გადიოდა კარანტინში უფრო ნელა გადიოდა მე უფრო სწრაფად გავიდა რა აი ეგ სხვათა შორის მაგარი მომენტი ეხა მიშა შენ კი გაღადაო მაგრამ ორი დღე ხომრობა არ არის არა არაფერი ვერ დაგიშოვებია ძალიან ბევრი ხო რა რა თქმა უნდა და მე უკვე იყო მაგის შემდეგი დღე თუ რაღაც და თან სულ ეჭვებში ხარ რა იქ იმიტომ რომ ვერენდობი არენდობი ნდობა არ გაქვს აი რაღაც ვერ ხვდები სიმართლეთან მე ესეთი რაღაცა აი კანონები და წესები ჩემგან ძალიან ის არის რა კანონმორჩილი ადამიანი ვარ ბუნებით მაგრამ აი ესე რომ აი ეგ ესეთი წესია და რაღაცეები ცოტა მიჭირს მაგის ახმა თავიდან რა და ვიცოდი რომ
კვირა დღეს არავინ არ შეიძლება რომ შემოვიდეს თუ რაღაც. და თან არ ვიცი ეს სისტემა და ეს არ ვიცი მოკლედ ეს სამყარო რა და შენთან არის ნახველიო თუ რაღაცა მეთქი რანაირად არის და სახალხო დამცველი არის თქი კვირას რანაირად არის ხო არ უნდა იყოს თუ რაღაცა და ნუ მოკლედ მივედი იმ სახალხო დამცველთან თუ რაღაც ამიყვანეს ზემოთ და ეს რაღაც აღფრთოვანებული სახე ხდება და მეთქი რაშია საქმე და გარეთ არის რაღაცა დემონსტრაციებიო და იქ სტატუსი დაწერა ბერამ და კალაძემ ვიდეო ჩაწერა და რაღაცებს მიყვება და მეთქი ვა რა მაგარია თუ რაღაც რა ხდება ეხლა თუ ნუ არაფერი ისე დამაბრუნეს უკან კამერაში მაგრამ просто გულიგანი კაი ზადი ეხლა 15 წელი ბახ თან აი მასაც ვერ ვიაზრებ რომ ისეთი პროცესები მოხდა გარეთ რომ მე ეხლა დიდი ალბათობით გამიშვებენ და დიდი ალბათობით კი რომ უეჭველი რომ გავდივარ მაგას ვერ ვიჯერებ ბოლომდე რა იმიტომ რომ სადაც მოწმენდილსაზე შეიძლება იქ აღმოჩნდე რა ვიცი რომ შეიძლება გავიდე და იქ ჩავედი და მოვყევი რა ეს ამბავი რა და იმას სხვათა შორის ის ჩემზე რომ ძალიან ბევრი რაღაცა იცოდა იმას ეწყინა ძალიან საوارოდი ბონუსებს იგებდა მაგის მომუშავე ესო ტიპს ორი დღე არა მაგარია თუ რაღაცა ხო და ემოციურად სხვა რაღაცას რო გეუბნება რა ნუ მოკლედ მაგდრებას ჩაიარა და მე მეორე დღე იყო და აი მან ნუ ჩემთვის პირადად კიდე ის იყო გაუგებარი რომ მანამდე სასამართლო პროცესზე ვინც იყო პროკურორი ის იყო ჩემთვის რაღაცა აი ყველა იმედს რო იმას გიზავს რა და ვიღაცას ტიპე მეუნებიან რომ ეს არის პროკურორი და ავტომატურად ისამაკ რა ნეგატიური განწყობა მაქვს და თურმე ყოფილა ეს ის პროკურორი რომელმაც უნდა გამიშვას და იქ რაღაცა წერა მიდის რაღაცის შედგენა ის მე უნდა უკარნახო თუ რაღაცა პროცესები რომელიც რეალურად ალბათ 20 წუთი გრძელდებოდა მაგრამ აი მგონია რომ აღარ მთავრდება რა მე მაკედან ისევ სასამართლო პროცესი და იმ სასამართლოზე გასვლამდე იყო რაღაცა ძალიან აი არ ვიცი ხან ამას აწევებს ვაკეთებდი ხან აი რაღაც ძალიან ძიმეს თქვა და რაღაცეები და იქ რო გავედი უკვე რაღაცა მომეშვასავით რა სასამართლო პროცესზე არ ვიცი რაღაც ძალიან დეტალურად ყვები მე მგონი და არა თუ არც არ მოგიყოლია და მაგიტო არ მინახავს არა არ მომიყოლია თუმცა უკეთესად შეიძლებოდა ალბათ ამ ყველაფერს მოყოლა და მე უკვე გაცილებით მოკლე სასამართლო პროცესი იყო ვიდრე ის მანამდე ყველაფერი დეტალურად სადაც მომყვა შემდეგზე ვცადოთ რომ უკეთესი ისტორია გამოვიდეს ომში იქნებ გაგიშვათ 1-15 წლით დააგროვებ ისტორიას ასე რომ გამოსწორება შეიძლება ყველაზე მაგარი მომენტი იყო ალბათ იქედან რომ უკვე გამიშვეს თუ რაღაცა რა და გამოვედი და დედაჩემი მომითხრა რომ ჟურნალისტებს არაფერი არ უთხრა თუ რაღაცა რა და რაღაცა ტექსტი მქონდა მომზადებული რომელიც მოვიფიქრე და გავიმეორე ჩემ თავთან რომ თუ დამჭირდებოდა ვიტყოდი ამას ჩემი აზრი ისე ჩამოყალიბებულად მე თქვა არა ისე აქ როგორც ყვები და გამოვედი და აი ყველა მიკროფონი თუ რაღაც აი რაღაცათან აი როგორი ძალადობა წავიდა იცი რომ ანუ არ არის საჭირო ეგრე გაკეთებათ რაღაცა და პირველი რაც მომაფიქრდა დავიწყე გარეკვა მე სადაც გავიქეცი გამოვიქეცი ვიღაც შემეგონ ჩემი ლექტორი დავინახე მივედი გადავეხვიე რაღაცე მოხდა მოკლედ სანამ გარეთ გავედი და მე გარეთ უკვე რომ შეიკრიბნენ კიდევ თუ რაღაცა მე იქ წარმოვთქვი და მეგონი არსებობს ეგ ვიდეო მაგას რო ვამბობ რა ანუ აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რა ერთ სიტყვით თამამად შეგვიძლია ვთქვა რომ ნაჯდომი ხარ რა არ ვიცი ნაჯდომი მაგას ქვია თუ არა მაგრამ ეგ იყო ძალიან მაგარი მომენტი აი ის რომ როგორც ის დამთრგუნველი იყო რომ როგორც გადაწყდა რომ აი კარანტინიდან სახლში კი არა გლდანში უნდა წავსულიყავი ისევე ძალიან რაღაცა აი არ ვიცი თავისუფლება იყო თუ სიხარული იყო როდესაც აი ქედან რომ გამომიშვეს იმ ტიპის რეკვესტი არ მოგივიდა Facebook-ზე ვისი იწვერი არის აუ არა ინტიფს ერქვა გურამი ეგ მახსოვს რა მაგრამ კიდე რაღაცა ფრაზები გურამ თუ გვიყურებ იცოდეთ რომ ბაიკი ძალიან მაგრად არის იმედია ცოცხალი არის და კარგად არის რა ის წვერებიანი სხვა იყო ხო წვერებიანს გეუბნები რომელსაც ეწყინა
არა, მაგას არ წორებიან არ ეწყინა. ყოფილა, ეგ მაგას აზერი არ იყო. ეწყინა. წორებიან ეს სხვა გიჟი ტიპი იყო. ხო ის გურამ თუ გვიყურებთ არანაირი პირადული. იმედია ჯანმრთელად არის რა ვიცი. ძალიან მაგარი. მაიკი, რა მაინტერესებს? მუსიკის გარდა კიდე რით ხარ დაკავებული? ეგ არ მიკითხავს და მაინტერესებს. ვარჯიში ალბათ ძირითადად. ანუ სხვა საქმიანობა არა, სხვა საქმიანობა ერთი პერიოდი თარჯიმანი ვიყავი, ფილმებს ვთარგმნიდი, სერიალებს, ჟურნალშიც, რაგბის ჟურნალში. მუნდო სტუდიოში შენ ხარ იყავი? არა. მე ვთარგმნიდი პირველად ეს დავიწყე ალბათ მაესტროში, ფილმების თარგმნა, მე სერიალებზე გადავედით, მულტფილმებზე. ან მხოლოდ ტექსტ თარგმნიდი. ტექსტ თარგმნიდი. მინდოდა სხვათა შორის ბავშვობიდან მინდოდა აი დუბლირებული ფილმები რო არის რა, ეგეთი რო ყოფილიყო, ქართულად რაღაც იდეალური დუბლირებული და რაღაცა მეგონა რომ მან ხდებოდა ეგ რაღაცა სახმოვანები. ამ დროს ტექსტი მოგწეს რა, გადათარგმნა. არა, იქ ხა ტექსტი გადათარგმნა, კიდე ეგ ამბავიც იყო რომ შეიძლება მე სწავლა ეს გახმოვანება როგორც ხდება, მაგრამ რაღაცა სტანდარტი არსებობს, რომელიც დუბლირებული როცა არ არის, იმ სტანდარტს უნდა მოერგოს ეს თარგმანი და ისიც წაკითხული უნდა იყოს რაღაც შეზღუდული, რაღაც ჩარჩოში ხარ მოქცეული, რომ როგორც გაქვს უფლება რომ გაახმოვანო და მე ყოველ ჩემი ოცნება ის იყო რომ გამეხმოვანებინა ისე რომ ის რო ამბობს რაღაცა სიტყვას ინგლისურად პირობითად შენ რო ქართულად დაადებ იმის შესატყვის და ზუსტად რო დაждდება ხო, იმიტომ რომ მაგაში დიდი პრობლემაა ხა ინგლისურად ბევრი რაღაც სლენგია რომელიც შეიძლება ვერ გადმოთარგმნოს. ხო და აი რაღაც შესატყვისი რაღაცეები რო ყოფილიყო და აქ მითხრეს რომ არა სტანდარტებით უნდა მემუშავა და რაღაცა ბოლომდე გული ვერ დაუდგა. კაი, ისევ გაურეპავ მაგის. გარეპოს არ მოწყვეტილ ვარ არასოდეს რა. ანუ ეხლა რატო გადავიდა ისე რომ აი თითქოს PvP flow გახდა, აი წამყვანი რა ზოგადად, იმიტომ რომ აღარ უშვებენ აი ხა შენს. არა, მოიცა გადავარ არის ამის კლიპებს, იღებს ეს კლიპებს просто 4 და 5000-ზე ნახვა აქ და. ასე რომ სამარიაჟოთ არა გაქვს საქმე და. რატო მოხდა რომ თუ რაღაცის გამოხატვა გინდა, PvP flow-ში უნდა გამოხატო და იქ დაამტკიცო და single-ებს რაღაცა აღარ უშვებენ თუ. არის ახლა ამ ეტაპზე. მაგრამ მე და flow-ს ყოველთვის კარგი კოლაბორაცია გამოგვდიოდა რა, რამდენჯერაც შედგა ჩვენი კოლაბორაცია, იმდენჯერ მაგარი შედეგი დადო რა. მე არ მომბობ რომ ეს ხუმრობით იყო ნათქვამი რამდენად. მაგრამ ნამდვილად ის პლატფორმა არის, სადაც შეიძლება საკუთარი თავი გამოხატვა და ჩვენ ხალხს რაღაც შეგიძლია. კი, თუმცა ეხლა ამ ეტაპზე არ ვიცი რამდენად აუცილებლად მანდ უნდა გაგრძელდეს ჩემი მოღვაწეობა, მაგრამ წარმატებებს უსურვებ და გულშემატკივრობ რა ამ საკუთარ თავს. ამ სფეროში საკუთარ თავს და არა მარტო საკუთარ თავს. მაიკი, რა მაინტერესებს? მე როგორც ვიცი, შენ გქონდა ძალიან დიდი შანსი წასულიყავი ამერიკაში, ყველანაირად. და რატო არ წახვედი? ყველანაირი პირობა გქონდა მაგისთვის. არ იყო ის, როდესაც რეალურად ანუ როდესაც ამაზე ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, მივხვდი რომ არ იყო რეალურად ის ქონდა რაღაც სურვილი, რაღაც დონემდე იფიქრია იმაზე, რომ ემიგრაციაში წასულიყავ. არა, აი სიტყვა ემიგრაცია უკვე არ მომწონს რა, აი ემიგრაციაში ამერიკაში წავიდოდი, დავათვალიერებდი სიამოვნებით, წავიდოდი თუ იქნებოდა რაღაც შემოთავაზება, თუმცა რაღაცა პერიოდით რა, ეხლა ამ გადმოსახედიდან უკვე საქართველოს გარდა არ მგონია სადმე ვისულო. რატო ვიგენაც որ შემოსავალიცა შვედიერი პოლიცია იგე და არც რა ვისულო აგინა ამერიკაში ეგ. არა, ხო ამერიკაშიც რა არის კიდე საქართველოში, როდესაც აი საქართველოს მაგალითად აი თქვენთან მოვედი ახლა რაღაცა პოდკასტზე ვარ, ხო? ხვალ კიდე სადღაც შეიძლება ვიყო. ხო, რაღაც წონა გაგაჩნია რა და იქ მიდიხარ და უნდა იბრძოლო იმისთვის რომ გახდე არავინ. Amazon-ზე უნდა იმუშაო delivery-ად. ხო რა, ჯერ რომ მუშაობ, ჯერ არ ხარ, არავინ არ ხარ. უნდა გახდე არავინ. ჯერ არავინამდეც უნდა მიხვიდე. არავინამდე უნდა მიხვიდე და ეს ხო ეს ჩვენი აქაური არავინ არის რაღაცა და რა ვიცი. თუმცა ანუ იცი რა არის, აი მაგალითად ეხლა მე მყავს ამერიკელი ნაცნობები, რომლებთან ერთადაც სიმღერებსაც ვაკეთებთ ონლაინ, ბავშვობიდან კოლაბორაციებს ვაკეთებდით რა და ამ სიტუაციიდან ძალიან ის არის, შთამბეჭდავი არის რა მაგათთვის რა. ეხლა იქაც არიან რამდენიმე ისეთი რომელმაც რაღაცეებს მიაღწიეს ამ სფეროში და თავიანთ სფეროებში, ეხლა ყველა გადამკვდარი რეპერი არ არის, მაგრამ რაღაც შთამბეჭდავი არის რა ეს მიღწევები და
ეს ამ ყველაფერზე უარი უნდა თქვა მე. ხო, და თავიდან დაიწყო რა. და იქ ნოლიდან თუ რაღაცა და სულ მიკვირს ხოლმე, როდესაც ხალხს აწყობილი აქვს რაღაც და ну, რა ვიცი, ალბათ სხვა ხედვა აქვს ცოტა ჩემგან განსხვავებული რა. ეს იყო პოდკასტი პროდუქტიონი, მე მთვარე და galaktioni. ადამიანი მაინც გენიოსი რომ დაამტკიცა რატომაც აქვს 5000 ნახვევი. კი ბატონო. ერთი სიტყვით. უღრმესი მადლობა მიშკას რომ მოვიდა. ვაფასებთ. წარმატებას უსურვებთ მათ, წარმატებას უსურვებთ ჩვენ თავს, შენ ხო გვისურვებ. მათ ვინ არის მათ. მათეს. ჩვენ მყარებლებს. ჩვენ მყარებლებს, ხო. გამოიწერეთ ხალხო არხი, უღრმესი მადლობა ყველა გამომწერს. რაცადი ცხოვრებაში რა გეგმები გაქვს? რა ისე ჩამოყალი მე რომ მეთქი არა გეგმები. თქვი. კაი თქვი. არ ვიცი, მაგას უნდა ვიფიქრო, რა გეგმები. გავჭერდეთ აგერტი ორი საათი და იგივე იფიქრე. რა ვიცი, ცხოვრებაში რა გეგმები მაქვს? ახლო მომავალ შეიყოლოდი ახლო. ახლო მომავალს ხო გითხარით რა, გავიგეთ ხო მაგას. რა ვიცი, ისა რა, უფრო საქართველოში აპირებ დარჩენას და მიხედვას საქართველოში ვაპირებ დარჩენას, თუმცა ეს არ გამორიცხავს, აი რაც შეეხება. რო შემოთავაზებებს არ მიიღებ. ხო, არც მაგას გამორიცხავს, არც მოგზაურობას გამორიცხავს და არც იმას გამორიცხავს, რომ არ შეიძლება პარალელურად რამე სხვა ამერიკული კარიერაც არსებობდეს რა. თან დღევანდელ რეალობაში და უკვე დიდი ხანია ეს რეალობა არსებობს, საერთოდ არ არის აუცილებელი რომ ფიზიკურად იყოს სადმე. იმიტომ რომ ამერიკაშიც რომ იყო პოპულარული, მთელ ამერიკაში ხო არ ხარ ერთდროულად. ჯიგარი Teams-ით ჩაერთვება ხოლმე თუ რამეა ონლაინით. თუ არ და რუსეთსაც განიხილავს რა. კარგად იყავი ხალხო. შემდეგ ეპიზოდამდე. ეგარ. Cheers. დავაი. ეგრევე დააკისილო. მაგაზე კომენტარი რო არ გააკეთა. მომენტო გამიყილა. ზეგროიჩდება ტემატისთან იმაში კოლაბორაცია. Здравствуйте. Это як молодой майк. Молодой Миша. Молодой майк, ხო? ეგარ, ეს არ მოიჭრება, ეს ბულო იქნება.